ხელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ კვირა დღის დღესასწაულს. მოგეხსენებათ, რომ ყოველი კვირა არის მცირე აღდგომა, ასე უწოდებს კვირა დღეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია. და დღევანდელ კვირის საკითხავში წმინდა წერილისა ჩვენ მოვისმინეთ ამბავი, თუ როგორ განკურნა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ორი ბრმა ადამიანი. მაცხოვარი მიდიოდა კაპერნაუმში და ეს ბრმა ადამიანები მას გზად შეეგებნენ და დაიწყეს ღაღადი, ანუ ხმამაღლა თხოვნა, იესო ძეო დავითისო, შეგვიწყალე ჩვენო. და წმინდა წერილი ამბობს შემდეგს, რომ მაცხოვარი შევიდაო ქალაქში, მივიდა ერთ-ერთ სახლში და უკვე იქ იმ სახლში მისული ეკითხება ამ ბრმა ადამიანებს, გწამთ რომ ეს ძალმიც? და ისინი პასუხობენ, კი, გწამსო. და მაშინ მაცხოვარი შეეხება მათ თვალებს და ბრძანებს შემდეგს. რწმენისაებრ თქვენისა გეყავ თქვენ. და აღიხილას მათ თვალი და გამოჯამრთელდნენ და დაუბრუნდათ თვალთა ხედვა. აი ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო მოქმედებს ქრისტესთან კავშირში ადამიანის სარწმუნოება. მაგრამ თუ ჩვენ დავაკვირდებით კარგად ამ სახარებისეულ ფრაგმენტს, მაშინ დავინახავთ, რომ ბრმა ადამიანებმა განა მხოლოდ თავიანთი ღაღადი, თხოვნა შეაგებეს უფალს. როგორც თქვი, გზაზე შეხვდნენ ისინი მაცხოვარს. როდესაც ის კაპერნაუმისაკენ მიდიოდა, მას გააყვნენ, მასთან ერთად იყვნენ დღის მონაკვეთის გამავლობაში და ამ მთელი ხნის მანძილზე გარდა იმისა, რომ ხმამაღლა გამოთქვამდნენ თავიანთ თხოვნას, სრულებით სავარაუდოა, რომ ისინი შინაგანადაც ითხოვდნენ, რომ უფალო, ნუ გვეტყვი ჩვენ უარს, ჩვენ გამოყევით შენ, ჩვენ შენთან ერთად ყოფნა გვინდა, იმიტომ რომ გვწამს, რომ შენ ძალგიც ჩვენი განკურნება, შენ ძალგიც ჩვენი დახმარება. აი ზოგჯერ ადამიანი, რომელიც ეკლესიაში დადის, რაღაცა თხოვნას გამოთქვამს ღვთის წინაშე. ყველა ჩვენგანი, მეც და სხვა დანარჩენი, რაღაცას ვითხოვთ უფლისაგან, აი უფალო, აი ეს გვსურს. თუნდაც შეიძლება ჩვენ ვთხოვთ
ისეთ სულიერ სათხოვარს, აი თქვა ჩვენ შეიძლება მიგვაჩნია რომ აი მე მაკლია თქვა მოთმინება და მე ვითხოვ რომ უფალო აი მომეცი მე მოთმინება მე ვთხოვ მაგრამ აი დავაკვირდეთ რა შრომა გავწიებე ქრისტესთან ერთად აი როგორია ჩემი შრომა ბრმებმა გასწიეს შრომა მათ იარეს ქრისტესთან ერთად დღის განმავლობაში მისდევდნენ არ მოშორდნენ და დღის დასასრულს მაცხოვარმა უთხრა რწმენისაებ თქვენისა გეყავ თქვენო ანუ მათი სარწმუნოება აღმოჩნდა თანამოქმედი ქრისტეს მადლთან ერთად სხვა შემთხვევაში მაცხოვარი არის ისე რომ თხოვნის გარეშედაც აღასრულებდა სასწაულებს ხედავდა რა შინაგან დიდ მწუხარებას თქვა ქრივის ძერო აღადგინა იქ ჩვენ არა გვაქვს წმინდა წერილში კაფიოთ თხოვა თუ არა ქრივმა ქალმა ამის შესახებ არ არის შეეწყალა მაცხოვარსო ასეთი შემთხვევებიც არის მაგრამ ამ შემთხვევაში მაცხოვარმა ბრმა ადამიანებს დაუსვა კაფიო შეკითხვა გწამს რომ ეს ძალმიცო ბრმა ადამიანთა სახარებისეული ბრმების სიბრმავე გამოხატავს ხშირად ჩვენს სულში დასადგურებულ სიბრმავეს ძმანო და დანო ამა თუ იმ საკითხის მიმართ სულიერი თუ არასულიერი რომელ სიბრმავეზე საუბრობ სიბრმავე ადამიანის სულში ისადგურებს მაშინ როდესაც ადამიანი არ ხელმძღვანელობს წმინდა წერილით სახარებით მაცხოვარი ამ ბრმებსაც ეკითხება ზუსტად და უნდა მათი პასუხის გაგებაც ისინი მას უწოდებენ ძეო დავითისო ანუ მათ იციან რომ დავითის შთამომავლობაში მის ტომში გამოჩნდება მესია მხსნელი ისრაელისა ეს მათ იციან მაგრამ როგორია მათი რწმენა ერთი რომ ეს დანამდვილებით ასე არის და ასე მოხდება და მეორე კიდე რომ ეს მესია არის იესო რომ ხსნელი არის იესო ანუ ქრისტე და ჩვენს ზოგჯერ ეჭვები გვიჩნდება სულში ძვირფასო ძმანო და დანო მოვდივართ ტაძარში ზოგჯერ ეს ეჭვები არის ზუსტად სარწმუნოებრივი არის თუ არა ასე რაც წმინდა წერილში წერია აგერ მე იქ ასე წავიკითხე იმან ასე თქვა იქ კიდე სხვა რელიგიები
სხვანაირად საუბრობენ. ჩვენი გონება უაბრალ ზაკრულ აზრს მოგვაწოდებს. მეორე ნაწილი, ასე ვთქვათ, კიდე აზრებისა, ეს არის წამს, რომ ქრისტე უეჭველად არის ხსნელი, ძეღვთისა, ღმერთი. მაგრამ მერე ვიწყებ უკვე, როდესაც ეკლესიაში დავდივარ, ვიწყებ ეკლესიურ ცხოვრებას. მერე მეწყება, მამაომ რაც მითხრა, ეს საჭიროა რომ გავაკეთო. ახლა რას იფიქრებენ ჩემზე? ან ახლა მე ეს ასე არ შემიძლია. მამაომ შეიძლება ეს სხვანაირად უყურებს ამას, ან სხვანაირად გაიგო მე რაც უთხარი მაგას. მე ამისთვის დრო არ მყოფნის და ასე შემდეგ. ან წმინდა წერილის მიმართ, რაც წმინდა წერილში მოცემულია ჩვენთვის მცნებანი ქრისტესი, უფლის სიტყვა. რომ ნუ მოსთხოვ შენს მოსესხეს. ის რომ როდესაც გაგაწრავენ მარცხენა ლოყაში, მარჯვენა მიუშვირე. ის რომ არ განიკითხო. ის რომ მოწყალე იყვე. ის რომ შენდობა უნდა მივცეთ. მერე იწყებს ჩვენი მზაკვარი გონება და სულიც, რომელიც არის ხისტი და ურჩევნია, რომ იყოს გაკერპებული და თავმომწონე, იწყებს ამას როგორ გაიგებენ, რას იფიქრებენ. მე ასე რომ მოვიქცე, რა საჭიროა, სხვები ასე არ იქცევიან, თუნდაც ეკლესიის წევრები, თუნდაც სასულიერო პირები. მაგრამ ჩვენ გვავიწყდება, რომ როდესაც ქრისტეს წინაშე წავდგებით, ჩვენ კი არ შეგვეკითხებიან, აბა მითხარი, ის კარგად იქცეოდა თუ ცუდად. ჩვენ შეგვეკითხებიან, შენ როგორ იქცეოდი? შენ როგორ ისმინე ქრისტეს სიტყვა, როგორ ისმინე სახარებისეული ცნება. მაგრამ მარტო განა ისმინე, რა გააკეთე? რომელი შეასრულე? საოცარი სიტყვები აქვს ეკლესიის დიდ მოძღვარსა და მამას, მაქსიმე ამსარებელს, რომელიც საქართველოში არის დაკრძალული. ეს მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო ნათობი ბრძანებს ღვთისმეტყველება საქმეთა გარეშე არის ფუჭი და სატანურიო, ეშმაკეული. აი როგორ ამბობს ეს წმინდა მამა. ანუ თუნდაც მე ვიყო წმინდა წერილის და ღვთისმეტყველების საუკეთესო მცოდნე, თუ ყოველივე
ჩემს საქმეებში, ჩემს ცხოვრებაში არ გამოიხატა, მაშინ ის ფუჭია და შეიძლება უფრო უარესიც კი მოხდეს, ის გახდეს სატანური, ანუ როგორი მნიშვნელობით სატანური, რომ ამან შეიძლება ყველაფერმა ამ ეგრეთ წოდებულმა ცოდნამ, განათლებამ ეგრეთ წოდებულმა ჩემში გააღვივოს ამპარტავანება, პატივმოყვარეობა, ქედმაღლობა, თავმოწონება. მე ვიცი წმინდა წერილის ამა თუ იმ ფურცელზე, ამა თუ იმ სახარებაში თუ ეპისტოლეებში რა წერია და ამას ყველაფერს ვიყენებ თითქოს შესაგონებლად ვიღაცისა ან რაღაც ესე ვთქვათ ქრისტიანული სულისკვეთების გამოსახატად, მაგრამ ჩემ საქმეებში ასე არ არის. მე მაკლია თამდაბლობაც, მაკლია მოთმინებაც, მაკლია მიტევებაც მოყვასისა, სიყვარული მოყვასის, მოწყალება მის მიმართ. მაკლია სურვილი ღმერთთან სიახლოვის. არა მაქვს განცდა თვისთა ცოდვათა. მხოლოდ გარეგნული, ხელათვე მოსჩანს ეს მინდა გითხრათ გარეგნული სინანული. მე ვამბობ, დიახ, მე არასწორად მოვიქეცი, მაგრამ იქ არის უკვე დასრულებული ყველაფერი. როგორც კი მე ვამბობ მაგრამს, ყველაფერი დასრულდა. მთელი ჩემი სინანული დაიკარგა. იმიტომ რომ მე ის არც გავიაზრე, არც განვიცადე. მე მხოლოდ ვიცი, რომ არასწორად მოვიქეცი, თქვათ ადამიანი განმეკითხე ან ადამიანი გავლანძღე, შეიძლება როიტყვიან მისი მოქმედებების სრულებით არ არის სწორი და გასამართლებელი. მაგრამ ვამბობ, ხო მე განმეკითხე ეს ადამიანი, მაგრამ დასრულდა უკვე. დასრულდა ჩემი განცდა არასწორი ქმედებისა, იმიტომ რომ მე არ ვთვლი, რომ არასწორი ვარ. მე არ ვთვლი, რომ ღვთის წინაშე ცოდვა ჩავიდინე. მე ვთვლი, რომ ხო, არასწორი გავაკეთე, მაგრამ მე მქონდა ამის უფლება. რა უფლება გვაქვს ჩვენ ღვთის წინაშე? უფალი ამბობს, რა საწყაულით მიუძღვავთო, იმ საწყაულით მოგეზღვება თქვენო. ზუსტად ეს მაგრამ აჩვენებს რა მინდა მე. რისთვის ვარ მე მზად? ღვთის გულისათვის. რას გავაკეთებ მე ქრისტესთვის? ეს ყველას გვეხება ძვირფასო ძმანო და დანო, სასულიერო პირებს, მონაზვნებს, ერის ადამიანებს, ეკლესიის მრევლს გულისხმობ მე არ ვსაუბრობ ურწმუნო ადამიანებზე და სხვაზე კიდევ. საუბრობ იმაზე, ვინც ვამბობთ, რომ ჩვენ ქრისტესნი ვართ, რომ ჩვენ გვინდა ქრისტესთან ერთად ყოფნა.
და აქედანაც ვიცოდეთ, რომ ბევრი ვინც ქრისტეზე საუბრობს და მისი ქმედება წმინდა წერილის სულისკვეთებას არ იზიარებს, ეს ადამიანი ან მატყუ არ არის, ან თვითონ არის შემცდარი. საკუთარ თავს ვერ ხედავს. ერთ-ერთ მონაზონთათვის მნიშვნელოვან და აუცილებელ წასაკითხად სწავლებაში ღირსი აბა დოროთესი მოთხრობილია ამბავი, რომ მონასტერში იყო ერთი ძმა, მონაზონი. და აბა დოროთე ამბობს, რომ ეს ადამიანიო მაკვირვებდაო მე თავისი სიმშვიდითო. მასო მიაყენებდნენო შეურაცხყოფასო, ან რაღაცას უკმეხად ეტყოდნენო და ისო ამას ჩუმად ყოველგვარი რეაქციის გარეშე გადაიტანდაო. და მინდოდაო მასთან საუბარი, რომ გამეგო, აი როგორ აკეთებდა ის ამას, რათა მეც შემძლებოდა ამის განხორციელება, მისთვის მიბაძვა. შვიდად და რეაქციის გარეშე უკმეხობაზე თუ რაღაც ისეთ შეურაცხყოფაზე მოქმედება. მივედი და ვკითხეო მასო. და მან შემდეგი რამ მიპასუხაო. როდესაცო მე მომართავენო უკმეხად თუ შეურაცხყოფელად, მე ვთვლიო, რომ ეს არის ძაღლის ყეფაო და ძაღლს თავს ხომ არ გაუყადრებო. და შემდგომ აგრძელებს აბა დოროთე, მე დავრჩიო შეძრწუნებული. რამე თუ ამ ძმაში ამ პარტავანებას და ქედმაღლობას საზღვარი არ ქონდაო უკვე. დაკარგული იყო ეს საზღვარი. შეიძლება ასეც იყოს. გარეგნულად ვიღაცა ასე გამოიყურებოდეს, მაგრამ შინაგანად მისი გრძნობები საერთოდ აცდენილი იყოს წმინდა წერილსა და სულიერ სწავლებას. და მიაჩნდეს მეორე ადამიანი თავისი ძმა ძაღლად და ზემოდან უყურებდეს მუდმივად. აი ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენ საკუთარი სული უნდა ვაკონტროლოთ და უნდა ვწვრთნათ საკუთარი სული. უნდა ვამეცადინოთ საკუთარი სული, გული, გონება წმინდა წერილში, წმინდა წერილის სიტყვების აღსრულებაში.
სულიერი მოძღვრების აღსრულებაში, ეკლესიის სწავლების აღსრულებაში. ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი. ამით გამოჩნდება ჩვენი ქრისტიანობა, ჩვენი მეცადინეობით, ჩვენს მიერ განხორციელებული ცხოვრებისეული ქმედებებით. ჩვენი შინაგანი განწყობით შეიძლება როგორც თქვი, რომ გარეგნულად ძალიან მოსაწონი და მოწესრიგებული ჩანდეს ადამიანი, მაგრამ აი შინაგანად იყოს, რო იტყვიან, ჭაობი. და ეს ხო იმ მონაზონმა საკუთარ თავში ამას უკვე ვერ ხედავდა. მან სადღაც დაკარგა ხედვის უნარი. და ყველაზე მეტად ხედვის უნარს აი მე რომ არასწორი ვარ ღვთის წინაშე, მე მაკარგვინებს მინდა გითხრათ ერთი ქმედება. უпростоრად ქმედება ორია, მაგრამ შერწყმულია ერთმანეთთან, მაგრამ ორი ქმედება. პირველი ეს არის ცოდვის დამალვა, მეორე არის საკუთარი თავის გამართლება. აი ეს მაკარგვინებს მე უნარს დავინახო ღვთის წინაშე ჩემი სული როგორია. და ამიტომაც ძმანო და დანო, ჩვენ შრომა უნდა გავწიოთ, როგორც გასწიეს ამ ორმა ბრმამ, თხოვნით და ქმედებით და სისწორით, სწორად უნდა გაიწიოს ეს შრომა. და შედეგი იქნება ჩვენი სულიერი თვალის ახილვა. დანახვა სწორად საკუთარი თავისაც, მოყვასისაც და ღმერთისაც. ყველას ამაში დამხმარე გვეყოს მოწყალე ღმერთი. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.